სტუდენტების მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ქვეყნის მთავარ უნივერსიტეტში უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა ადამიანების და თანაც იმ ადამიანების, რომლებიც არიან კვალიფიციურები, რომლებიც ძალიან ბევრ შრომას დებენ იმაში, რომ სტუდენტებს მისცენ განათლება პროფესიული ნიშნით. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ანუ იურისტების კორპუსი იყო პროტესტის ეპიცენტრი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სტუდენტებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და აანონსეს საინფორმაციო კამპანიის დაწყება, რომლის ფარგლებშიც თანატოლებს და მათ შორის ამ უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს მიაწოდიან ხმას და ინფორმაციას იმ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, ვინც ამ დროისთვის საერთო პროტესტს არ უერთდება ან საჭირო ინფორმაციას არ ფლობს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს საიმისოდ, რომ მსგავსი ტიპის წმენდა უნივერსიტეტში მეტჯერ აღარ განმეორდეს. ვაპირებთ, რომ ნებისმიერ ლექციაზე, ნებისმიერ სემინარზე, თუნდაც ეზოში, როდესაც სტუდენტებს შუალედი აქვთ ხოლმე ლექციების დროს, მივიდეთ და ვესაუბროთ ისეთ სტუდენტებს, რომლებიც არ არიან ინფორმირებული და სამწუხაროდ ასეთი არაერთი არის. ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ არის ის, რომ გვაქვს ჩატეხილი ხიდი ადამიანებს შორის, რომლებიც ყოველდღურად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ასევე მეორე მხარეს არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რომ მიიღოთ ის ინფორმაცია და რეალობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და პროტესტის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკური აზრის გამოხატვისა და აქციებზე დგომის გამო გააგდეს ჩვენი ლექტორები. ის ლექტორები, რომლებიც გაათავისუფლეს, იყვნენ ლექტორები, რომლებიც ნერგავდნენ კრიტიკულ აზროვნებას. ამასთანავე საფუძვლიანად ახდენდნენ თავიანთი საგნების სწავლებას. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ასევე საფრთხეში ჩადგა როგორც ჩვენი განათლება, უშუალოდ კი განათლების ხარისხი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ლექტორები თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ და როგორც ჩანს ლექტორების ადგილი უნივერსიტეტში არ განისაზღვრება მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ფაქტი არის, რაც დავინახეთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება უნივერსიტეტში და მარტო დღეს არ დაწყებულა. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ესე ვრცელდება და ეს არ ეხება მხოლოდ ლექტორებს, ეს ეხება ასევე სტუდენტებს. ბევრი ცუდი ფაქტის მომსწრენი გავხდით. 4 ლექტორი, რომელიც აქტიურად უერთდებოდა უწყოთ პროტესტს, ითხოვდა ქვეყანაში ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ემსხვერპლა ამ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სწორედ ამიტომ ახლა მომავალი იურისტები გაერთიანდნენ საიმისოდ, რომ ახალგაზრდების ტალღა აგორდეს, საიმისოდ, რომ ამ ადამიანებს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადონ და რა თქმა უნდა შეუერთდნენ იმ მთავარ პროტესტს, რომელიც ქვეყანაში არის, რაც ახალ არჩევნებს და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას მოიაზრებს.